აქ არის სამალავი? აქ იყო ჩამალული. გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის სქემა გაშიფრულია. პირი, რომელმაც გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ ბაჩიაშვილი 2 მარტს სომხეთის საზღვარზე გადაიყვანა ყვება, რომ იმ დროს, როდესაც სადახლოს გამტარ პუნქტთან ავტომობილს მესაზღვრე კონტროლიორები ამოწმებდნენ, ბაჩიაშვილი უკანა საბარძელსა და საბარგულს შორის წინასწარ მოწყობილ სამალავში იჯდა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა სომხეთი რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტით დატოვა. ამოვედი ეგრე ქვევიდან ამოვედი, აქ იდგა სადღაც გიორგი, მე ხლინც აი აქ იდგა. შემაჩერე მანქანა, ჩაჯდა ეგრევე უკანა სავარძელში და შიგნიდან გამოვყო. როცა გავიარეთ, მე უთხარი დაუძახე რომ გავიარეთ, რომ სიზეროები ისე შიგნიდან გააღო და გადმოწყვეტე ეს უკანა. და მე უკვე გადახდით. წარსულში ნასამართლები პირი, რომელიც ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში დაეხმარა, დაკავებულია. ცნობილია, რომ საქართველოს დატოვება ბაჩიაშვილმა ჯერ კიდევ დეკემბერში დაგეგმა. პირველ ეტაპზე მეგობრისა და მამის ჩართულობით დამხმარე პირი გაიცნო. შემდეგ კი თანხის სანაცვლოდ მას საზღვარზე გადაყვანა სთხოვა. გადასცა ავტომობილის შესაძენად საჭირო თანხა და საკომუნიკაციო მოწყობილობაც. დანაშაულის ჩადენამდე კი დამხმარე მძღოლს საქართველოს სომხეთის საზღვრის რამდენჯერმე გადაკვეთა დაავალა. ბაჩიაშვილმა მას ასევე მოსთხოვა ავტომობილის წინა და უკანა საქარე მინაზე ვიდეო რეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რომლის ჩანაწერებიც მან საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით თავად გაშიფრა. გამოძიებით გინდება, რომ ბაჩიაშვილმა შქს მოსთხოვა რამდენიმე დღე მისთვის მანქანა კონკრეტულ მისამართზე დაეტოვებინა, რადგან მან სპეციალური სამალავის მოწყობისთვის გამოიყენა. ამის შემდეგ ბაჩიაშვილმა შქს გაუმხილა, რომ სახელმწიფო საზღვარი ფარულად მას უნდა გადაეკვეთა. საზღვრის უკანონო კვეთაზე სასამართლომ ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად უკვე შეუფარდა. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების და მტკვარი ჰესის საქმეებზე შეფარდებული გირაოები კი პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გააპროტესტა და მოსამართლის აცილებისა და ბაჩიაშვილის დისტანციურად დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ვითხოვდით, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დაკითხულიყო დისტანციურად, მას სურდა, რომ სასამართლოსთვის მიეწოდებინა დეტალური ჩვენება მომხდარი ფაქტის შესახებ. აღნიშნული შემდეგ ვითხოვდით ჩვენ მტკიცებულებების ნაწილის გამოქვეყნებას პროცესზე, რაც დაკავშირებული იყო ბრალდებულის გამოკითხვასთან და ამის საპროცესო უფლებაც მას გააჩნია შიდა კანონმდებლობით, ამაზეც გვეთქვა უარი. ამის შემდეგ ბრალდებულთან შეთანხმებით ჩვენ დავაყენეთ სასამართლოს აცილების შუამდგომლობა. აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. ბრალდების მხარის თქმით, აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი გირაოს პირობების დარღვევა და ქვეყნის უკანონო დატოვება გახდა. ცნობილია, რომ გირაოს სახით შეფარდებული 2,5 მილიონი ლარის ამოღება ბაჩიაშვილის უძრავი ქონებიდან მოხდება. ბრალდებული მიმალა შემოყვება თავს აიღებს მართლმსაჯულებას და აყენებს მსგავსი შინაარსის შუამდგომლობას. ის იმდენად სამართლებრივად დაუსაბუთებელი არის, რომ რაღაც ინტერპრეტაციას და რაღაც რომებში შესვლას საერთოდ არ საჭიროებს. გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის მოთხოვნით პროკურატურამ ინტერპოლს უკვე მიმართა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებასთან ერთად მტკვარი ჰესის საქმეზე და ახლა უკვე საზღვრის უკანონო კვეთაზეც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.